გაუთხარება. მეორე მხარე უფრო სწორედ, ხო, მაგრამ ხაზარაძეს აწებებს და იმიტომ ხო, კომპანიის განცხადება იყო, რომ უკვე იყო გამამართლებელი განაჩენი. ანუ ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია გაისვარონ ოპონენტები და მე მიჩნდება ასეთი ეჭვი, ხომ არ ემზადება ივანიშვილი დანიშნოს ახალი არჩევნები ამისთვის და ამ დროს უკვე მოსუფთავებული კონდეს ან რეპუტაციულად ან ციხით განეიტრალებული, ან აკრძალული მთელი რიგი პარტიები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმებით. ივანიშვილს რომ მოუწევს არჩევნებზე თანხმობის გაცხადება, ამაში ეჭვი არ გვეპარება არავის. შეეცლება ის არჩევნები მაშინ დანიშნოს, როდესაც მისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი იქნება? კი, რა თქმა უნდა. ეს არ არის ის ადამიანი, რომელსაც სინდისი შეაწუხებს, ქვეყნის ბედი შეაწუხებს, ჩვენ არგუმენტებს გაიზიარებს და ამიტომ იტყვის, რომ ქვეყნისთვის უკეთესი როგორცაა, მაშინ ჩავატაროთ, იმ კანონებით ჩავატაროთ და იმ პირობებში ჩავატაროთ. არა, ის არჩევნებზე დათანხმდება, როდესაც მოუწევს შიგნიდან და გარედან იმ ტიპის ზეწოლების გამო, რომლის შედეგადაც მისთვის ყველა სხვა მომავალი უარესია ვიდრე არჩევნების ჩატარება. ახლა, ეს რას ნიშნავს ჩვენთვის ყველასთვის, რომ ყოველ წუთს და ყოველ წამს ჩვენ უნდა გქონდეს საარჩევნო მზადყოფნის ძალიან მაღალი ხარისხი. რა არის საარჩევნო მზადყოფნის ძალიან მაღალი ხარისხი? რაც შეიძლება ნაკლები ვილაპარაკოთ რაღაცეებზე, ზოგი რამ მესმოდა, ბევრი რამ არ მესმოდა თქვენი წინა საუბრებიდან, სხვა საუბრებიდან, რაღაცა თეორიებში და სადღაც ვარ ჩაფლული, მაშინ როდესაც თითოეულ ამორჩეველს, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, მხარდამჭერს, უბნის კოორდინატორს, დამკვირვებელს, არ ვიცი, ყველას გმართებს იმ ტიპის მზაობა, საარჩევნო შემართება, საარჩევნო ენთუზიაზმი, გამარჯვების რწმენა, რაც აუცილებელია. რა თქმა უნდა, თუ ეს ასე არ იქნება, თუ წავა გაუთავებელი რაღაც თითის გაშვერა იქეთ-აქეთ, რაღაცა უმნიშვნელო საკითხების გამნიშნველოვანება და შესაძლოა ეს ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ხელშეწყობითაც, მაშინ რა თქმა უნდა შეეცდება ივანიშვილი, რომ გამოიჭიროს ქართული საზოგადოება ყველაზე ისეთ არახელსაყრელ მომენტში და აბატონო არჩევნები. მაშინ როდესაც აქეთ რაღაცა კიდევ ვიმეორებ არა სერიოზული საქმეებითა შესაძლოა ეხა განცდა გაგიჩინა თქვენ ნიკა მელიას საუბარმა, რომ ის არასერიოზული საქმით იყო დაკავებული. ნიკა მელია უსერიოზულესად იყო დაკავებული თემებით, რომელიც მგონია რომ არ არის სერიოზული. მელია კი არ არის არასერიოზული. სერიოზული ადამიანია მელიაც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ პროცესში ჩართულია, მაგრამ ეს ხან მე მემართება, ხან მელიას, ხან ინგას. იმიტომ რომ ზოგჯერ გაგვიტაცებს ხოლმე რაღაცა საკითხები. იმ ჩვენ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გონია. ამ წუთში რაზეას ლაპარაკი? ოქტომბერში და ნოემბერში რას გავაკეთებთ? იმაზე უნდა ვილაპარაკოთ თუ მარტში და აპრილში 4, 5 და 7 აპრილს რა უნდა გავაკეთოთ გაერთიანებული ძალებით? ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ხო, ამაზეა საუბარი. ამიტომ უნდა ვეძებოთ შეხების წერტილები, რა გვაერთიანებს? გვაერთიანებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოპოვების თემა. ისე მოპოვების, რომ იმ მოპოვებულში გამარჯვება გარანტირებული იყოს. ამას რა ჭირდება? ამას ჭირდება ის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს იმ გარემოს გაუარესება, რის გამოც დაიწერა თავის დროზე ის ციფრები, ხო? ესე იგი ჩვენ ერთი მხრივ პოლიტიკური წინახაზი უნდა გქონდეს რაც შეიძლება ძლიერი. ეს არის ძლიერი საქართველოს და ლელოს ყოველდღიური საქმიანობის, ამოცანა, მიზანი და ასე შემდეგ. ის აქტივისტები, რომლებთა გარეშეც არჩევნები ვერ მოიგება, წავიდა ის დრო, როდესაც ორ პლაკატს გააკრავდი სადღაც, ორჯერ ტელევიზორში გამოხვიდოდი და მე არჩევნების შედეგს მიიღებდი. სამუშაოა ყოველდღიურად. ყოველი ხმა ძლიერმა საქართველოს 200,000-ზე მეტი ხმა მიიღო ამ არჩევნებზე. 200,000-ივე მოქალაქესთან ყოველდღიური კონტაქტით ჩვენ თუ არ ვიქონიეთ, კონკრეტული კონტაქტი, ჩვენ არ გვექნება იმის განცდა, რომ ჩვენ დაბევებული გვაქვს, რომ ზეგრომ არჩევნები დაინიშნოს, ყველა მოვა და ისევ ჩვენ მოგწევს ხმას. ამიტომ არის რომ ამ ხალხთან მუშაობაა ყოველდღიური. დღეს ბორჯომში იყვნენ ლელოს ლიდერები, ხვალ სხვაგან მიდიან. ზე კიდე სხვა ღონისძიებები იქნება. ანუ ემზადებით იმ არჩევნებისთვის, რომლის დანიშნვასაც ჯერჯერობით არაპირებს ივანიშვილი, მაგრამ აი ვიდრე კი ბატონო ბრძანეთ და მე მინდა ისევ მე თემას მივუყროდი ადგილობრივის თემას. ხო, კი ბატონო, ამ თემაზე არის ხოლმე რომ აი ეს არჩევნები საიდან შეიძლება ჩამოვარდეს, ხო? საზღვარ დაიწერება ხვალ არჩევნებია. ხო, იმიტომ რომ არაფერი ეთქობა ივანიშვილს, რომ ის ფიქრობდეს ახალი მაგრამ აი თქვენვე კითხვა ხო დასვით, რომ აი ეს აურზაური, საკადრო რაღაცა უცნაური გადაადგილებები, თან როდის მათ თვითონ ხო არ აყენებენ თავის თავს ეჭქვეში, თვითონ ხო თავის ლეგიტიმურად თვლიან არჩეულებად.
და ცენტრშიც, ანუ ეროვნული ხელისუფლების სათავეებშიც და აგერ აჭარაშიც უკვე გუშინ რომ არჩევნების შედეგად დაალაგდნენ და გადაანაწილეს თავის თანამდებობები და პოსტები, ახლა იმისი გამალებული და თან ფრიად საეჭვო გარემოებებში გადანაწილებები ხდება. საეჭვო რატომ? საეჭვო იმიტომ რომ იცით ყველა ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი განსაკუთრებული პირია, შეერთებულ შტატებშიც კი. საქართველოში ეს არის ცენტრალური ფიგურა ხელისუფალის ხელში. როგორც იყო თავის დროზე, არ გვინდა უკან წასვლა სხვა პრეზიდენტების, სხვა სუსების და კუდების ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. ამიტომ აი ესე უცებ გაიღვიძა ადამიანმა და აღარ მინდა აკოფნაო, მერე თან სხვა მინისტრი გახდებიო, მერე ის მინისტრი აღარ გავხდებიო. ძალიან დიდი არეულობაა ხელმწიფის კარზე, სრულიად აშკარაა. ერთი წუთით მოდით ეთყობა, არ ვიცი, შეიძლება იმის გამოძახილია, რაც ამ ეთერში იყო, შეიძლება არა, მაგრამ 2 წუთის წინ დაიდო მამუკა ხაზარაძის Facebook პოსტი, სადაც ის წერს: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად თუ შეუგნებლად გატარება. ეს არის აღიარება, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ვერ აღწევს, ეს არის აღიარება, რომ ოქტომბრამდე სინდისის პატიმრებს ვერ ათავისუფლებთ. ეს ნიშნავს, რომ მთელი მედია სივრცე და საზოგადოების ყურადღებაც ამ თემისკენ გადართო. ჩვენი მოთხოვნა იგივეა, ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის დღეს მთავარი საკითხი. არ ვიცი, ეს მელია საპასუხო იყო თუ არა, მაგრამ ზუსტად 2 წუთის წინ აქვს მამუკა ხაზარაძეს დადებული. ანუ, ეხლა თქვენ პირიქით რომ შემოვატრიალოთ ეს თემა, რასაც მეწეღან ნიკა მელიასგან ვისმენდი, მე არ ვიცი, მას ვუთხარი, მე არ მახსენდება ჩემს ეთერში ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობ, რომ რომელიმეს ეთქვა, რომ თუ რაიმე არ შეიცვლება, თუ ამ გარემოში უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და თუ არ მოხდება პატიმრების გათავისუფლება და არ იქნება საპროტესტო აქციის პირობები დაკმაყოფილებული, რომ ვინმე აპირებდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლას. როგორ ფიქრობთ მაშინ, აი თქვენი კოლეგების ესეთი კატეგორიული პოზიცია რას უნდა უკავშირდებოდეს? კოლეგები თავად ხსნიან, ცდილობენ ახსნან და ვიცი, ვისაც ჯერა ამახსნის, ცხადია, ყველას თავისი აზრი აქვს. მათზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენზე შემიძლია გითხრათ. დიახ. იცით, ახლა ამ წუთში ჩემზე პერსონალურად ჩემზე არ არის საუბარი. მე დიდი ხანია ლელოში ვარ, ლიდერების თანაშემწე და არა ლიდერი. მაგრამ რომელ ლიდერს ხედავთ ლელოში? მამუკა ხაზარაძის დაწყებული და გაგრძელებული იქით ბადრი, გრიგოლი, საბა, არ ვიცი, ანა, ალეკო, ვინც გნებავთ? რომელს ხედავთ იქ, რომელიც რაღაცა ოლიმპიური პრინციპითაა პოლიტიკაში. ოლიმპიადებს ყველაფერს ვაყენებ შეურაცხყოფას, ის არის ის საქმე. აი ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე დიდი ამბავია და მართლა დიდი ამბავია. და აქ ვინმე ხედავთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის დაუოკებელი რაღაცა სურვილი და ვნება გქონდეთ? საპარლამენტო არჩევნებში მიღებული მანდატები დატოვა ლელომ იქ, სადაც ესე იგი უნდა შესულიყო. და ახლა ადგილობრივ არჩევნებში წავა ესე იგი დღეს ვემზადებით ადგილობრივ არჩევნებში. არა, ეჭვი ვერც წარმომიდგენია რანაირად შეიძლება ეხლა ადგილობრივ არჩევნებზე გავიდეს რომელიმე პარტია ვინც უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე. წარმოუდგენელია ეხლა ეგ ჩემთვის, ამიტომ თქონდა ცოტა მწვავე საუბარი ნიკას. თავისთავად ამ თემის ახლა ჩვენი გონების, თავის, ენერგიის და შემდეგ ამ თემაზე მიქცევა, ეს არის არასწორი. რატომ იცით? გასული წლის სექტემბერში ჩვენ რა გქონდა ამოცანად? საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, ხო? იმ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდე რო ცხოვრება გაგრძელდებოდა, ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები. პოლიტიკურ პროცესებში თუ ჩვენ არ დავისახეთ მომენტის მთავარი ამოცანა და ამაზე არ დავკონცენტრირდით ყველა ერთად, მაშინ ჩვენ ყველა მიზანი და რაღაცა სურვილი და პოლიტიკური ასე გაცხადებული რაღაცეები, იდეები გაგვექცევა, გაგვებნევა. იმიტომ რომ მომავალ წლის გაზაფხულზე კიდე რაღაცა არის, ხდება იქ კიდე ის და დაკავებული პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება იმაზე ლაპარაკით, ამას არ გავაკეთებ. ეს რას ნიშნავს? ამას არ გააკეთებ, დანარჩენ ყველაფერს გააკეთებ? ჩვენ ხო იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რას გავაკეთებთ. აი ახლა არჩევნების მოსაპოვებლად რას გავაკეთებთ. ყოველ დღე
ხდება ჩვენს გარშემო უახლოეს გეოპოლიტიკურ გარემოში და გლობალურ გარემოში. ყოველ დღე ხდება მინიმუმ 2-3 უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის საჩვენოდ, საქვეყნოდ, სახალხოდ, ეროვნული ინტერესებით გამოყენების თვის უნდა ვიღვაწოთ, იმისთვის რომ არჩევნებსაც მივახციოთ 1 და მოწინააღმდეგე არ გაძლიერდეს 2. ბოლო 3-4 დღის განმავლობაში ვაშინგტონიდან მოსული ამბები უკვე ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი და პლუს ამისა ჰელსინკის კომისიის ძალიან სერიოზული ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით ორივე პარტიის წარმომადგენლები აწერენ იმ პერიოდში, როდესაც ვაშინგტონი ხედავთ რაოდენ დაკავებულია სრულიად წარმოუდგენელი თემებით. იქ მიდის მსჯელობა კანადა კი თუ არა და გრენლანდია და რაღაც ნატოში დავრჩეთ თუ არ დავრჩეთ და ტარიფები ასე ვქნათ თუ ისე ვქნათ და დღეს 7 რაღაც ინსტიტუტი იხურება და შესვლა გამოსვლა წარმოუდგენელი ამბები ხდება იქ. და ამ წარმოუდგენელ ვითარებებში საქართველოს, რომელიც არ არის სამყაროს ჭიპი და არც დედამიწის ჭიპი არ არის და აქ ვიღაცებს წარმოუდგენია რომ ჩვენს გარშემო ტრიალებს სოფლიო და ტრამპი დღე-დაღამე იძინებს და იღვიძებს ნეტა რა ვქნა საქართველოზე. არა, ერთი თვის განმავლობაში 20 წამი თუ მოიპოვე ის რომ მან სწორი გზავნილი მიიღო აქედან, ეს მიღწევაა ამ ვითარებაში. მაშინ როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის. იქ წყდება შავი ზღვის ამბები, იქ არის ირანთან ასე წავა საქმე თუ ისე წავა, ჩინეთთან ისე წავა თუ ასე წამოვა. ამ ყველაფერზე გაცილებით მეტადაა დამოკიდებული საქართველოს ბედი, ვიდრე იმაზე დათო უსუფაშვილი და ნიკა მელია ეხლა აქ რა თეორიებს განვავითარებ. ამიტომ ჩვენ ყველას უნდა გვეყოს პოლიტიკური სიმწიფეც, გამჭრიახობაც, რომ იმ თემებს კი არ გამოვეკიდოთ, რაც არის მომავლის, ზეგინდელი და ამით დღევანდელი თემები გავფანტოთ. დღევანდელს მივუბრუნდეთ მასში, ხო? აი თქვენ თქვით, რომ ჩვენ ახლა სწორება იმაზე კი არ უნდა გქონდეს ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც რამდენიმე თვეშია ვინ გავა ვინ არა, არამედ ახლა. რომ ჩავანიშნოთ ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ბატონო დათო, თქვენ როგორ წარმოგიდგენია და აქვე არ მინდა რომ გამომჩეს, მე გაგვიტაცებს ხოლმე საუბარი და მე თვითონვე ხანდახან მავიწყდება რაღაც 1-2 საკითხი. დღევანდელი ცვლილებები, რომელიც დადო ივანიშვილმა და არავინ სხვამ, ხო? ლილუაშვილის გაშვება, ჯერ ვითომ მინისტრად გადაყვანა, მერე აღარც მინისტრად, აჭარაში ყოფილი ეს ძალიან საინტერესო ამბავია, სხვა შორის პოლიციის უფროსად მერაბიშვილის ყოფილი კადრის დანიშვნა, მაშინ როცა მაგალითად იგივე თქვენი კოალიციის ლიდერებს, ალბათ თქვენზეც აქვს სურვილი რომ დაგაბრალოთ, რომ თქვენაც ებო ეძახიან და მერაბიშვილის კადრი რომ დანიშნეს აჭარის პოლიციის უფროსად და რიჟვაძის ჩანაცვლება. აი, რა მოძრაობებია, რა დროს ახასიათებს ბიძინას ასეთი მოძრაობები? იცით, ეს დამახასიათებელი კონვულსიებია ტირანიებისთვის. მათ მუდმივად ჭირდებათ რაღაცა საკვები, აი ზღაპრებშია რაღაცა ფასკუნს რო უნდა რაღაც შეაჭამო, იმან იცოცხლოს. ტირანიებმა რომ იცოცხლონ, მათ ჭირდებათ ერთი მხრივ იმ ტიპის სპექტაკლები და წარმოდგენები, რასაც ახლა რეჟისორი და შემსრულებელი წულუკიანი უძღვება და პირველი სამიზნეები არიან ლელოს ლიდერები მამუკა და ბადრი, რომლებსაც უკვე ბრალი აქვს წაყენებული, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ კომისიაზე არ გამოუცხადებლობის გამო და ეს მთელი ეს პროცესი დაბარება არ მისვლა, პროკურატურის საქმის გადაცემა, საქმის აღძვრა, ბრალის წაყენება, გირაოს დადება, სასამართლოში გაგზავნა ერთ კვირაში მოხდა. მაშინ როდესაც წლებია გამოუძიებელი საქმეები და თავად ნაციონალური მოძრაობის შაუბნელი საქმეების გამოძიება 13 წლის მერე დაიწყეს პარლამენტის საკანონმდებლო კომისიაში. 13 წლის მერე იწყებენ იმაში ქექვას 2006-ში და 2007-ში ვინ რა გააფუჭა წინა ხელისუფლებიდან და ამ კონკრეტულ ამბავში 7 დღეში უკვე ბრალი წაყენებული და სასამართლოში გაგზავნილი საქმეებია. აი ასეთი სპექტაკლები ჭირდება ხელისუფლებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ შიდა სიტუაციის, ანუ იმ მონოლითის სიმყარის შესანარჩუნებლად დრო-და-დრო ვიღაცას ყური უნდა აუწიოს, ვიღაცას თავში უნდა წამოარტყას, ვიღაცა რეზერვში უნდა გადაიყვანოს, ვიღაცას კითხვები უნდა გაუჩინოს, ვაიმე რა ხდება, ლილუაშვილი დასაჯეს თუ პრემიერად ხომ არ ამზადებენ, ვიღაცები ამით უნდა შეშფოთდნენ, იმიტომ რომ შესაძლოა მან დაინახა, რომ ვიღაცები ნამეტანი გამყარდნენ. ვიღაცები მთავრობაში მაგალითად პარლამენტში ვიღაც უმრავლესობის ლიდერები ამათ რაღაც გაუჩნდათ რომ ყველაფერი ჩვენია ახლა ის გამოიყვანა ესენი ახლა ერთ ამბავში არიან ნეტა რა ხდება ის კიდე იქით გვერდზე გადავიდა
ამ უბედურებაშია ეს არის ტირანიების ცნობილი ამბავი. ტირანად ჩამოყალიბდა ივანიშვილი. ტირანია მესამე თუ მეოთხე დახსენეთ და აი ამიტომ მაინტერესებს თქვენ ხო მისი თანამებრძოლი იყავით, მისი პირველი პარლამენტის თავმჯდომარე. ტირანად ჩამოყალიბდა. საქართველოში ტირანია დამყარდა. იძინა ივანიშვილი ცდილობს ტირანობას, ცდილობს დიქტატორობას. ეს არ გამოსდის, ეს ანერვიულებს, ეს აგიჟებს, ეს აბრაზებს და ამიტომ ხო, კიდე უფრო საშია ვიდრე კლასიკური დიქტატორები, თორე კლასიკური დიქტატორები კიდე რაღაცა წესებს და მას მიყვებიან, ჩარჩოებს. აქ გაცილებით უარესთან გვაქვს საქმე, თან მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ეს ხომ არ არის დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ტირანია თუ დიქტატურა. ეს არის კიდევ სხვა მხრიდან რომ იკვებება ისეთი რუსეთიდან და ახლა რის გამოც კიდეც სანქციები მიიღო. კი ბატონო, მაგრამ მათი ერთი ძალიან დიდი მათთვის ტრაგიკული შეცდომა არის ის, რომ ისინი თვლიდნენ, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მეორე საყრდენი გაუჩნდებოდათ მათ. და წარმოიდგინეთ ახლა ტრამპი და ერთი მხრივ და პუტინი მეორე მხრივ თუ ხარს გიჭერს, მე რაც გინდა ეს უძახოთ იმათ, გინდა ტირანია ეძახე და გინდა ანგელოზი. გაგავისა, ყველაფერი კარგათაა. მაგრამ ასე არ არის საქმე და არ იქნება საქმე და ვერ იქნება საქმე რა თქმა უნდა. ამას გრძნობენ, ხედავთ ბოლო დღეებში უკვე დაიწყეს მათმა იდეოლოგებმა წერა, რომ აი ტრამპიც deep state-მა ესე იგი შებოჭა, ესე იგი საქართველოს მტრებმა ისიც და დაიმორჩილეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ კი ეს ყველაფერი საერთო სურათში ჯდება, ჩვენ არ გვაქვს მარტივ მოწინააღმდეგესთან საქმე, იმიტომ რომ იცით აი ბრძოლა წესების გარეშე რომაა სპორტის სახეობა. სინამდვილეში იქაცაა წესები, ხო? ერთი მხრივ წესების გარეშეა, მაგრამ მეორე მხრივ იმ წესების გარეშესაც წესები აქვს. ამ ვითარებაში ომის დროს, ხო რა, ომის დროს წესებია. ვისაც დატყვეთ ჩაიგდე, მე იმას შენ უნდა მოუარო. ასეთ ხელისუფლებებთან, რომლებიც შიშველ საძალაუფლებო ინსტრუმენტებს არიან დაპატრონებული, მათ არ აქვს იდეოლოგია. ტრამპი რაღაცებს აკეთებს, ბევრი რამ არ მოწონს ბევრ ამერიკელს, ბევრი რამ არც მე მომწონს, მაგრამ ხედავ რომ იმას ჯერა იმ რაღაცის. ტარიფებს ავწევ და ამით ამერიკა ესე იგი გაძლიერდებაო. თეორიაა, ჩემი აზრით მცდარი. იქ რაღაცა გრენლანდია მე უკეთ მოუვლიო და მოდი იქნებ მე მგონია რომ ეს მცდარია, იმიტომ რომ სოფლიო წესრიგი რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე დამყარდა და საზღვრების ურღვევობაზეა დაფუძნებული, ახლა ასეთი ვთქვათ რყევები არ არის კარგი ამბავი. მაგრამ ხედავ რომ იმას ჯერა, ანუ იდეოლოგია აქვს. და ამათ გონიათ რომ ვაშინგტონში შედან და აქედან ამბები ჩადის რომ ისინი კონსერვატორები არიან რაღაც ოჯახის ტრადიციებს უხილდებიან და ამიტომ კაი ხალხიაო. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ბატონო